რომლის გამარჯვებულიც მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლის ასაკის მორაგბეთა შორის კი შეგახსენებთ, რომ გაისად სამხრეთ აფრიკაში, კეიპთაუნში გაიმართება. შტატების ნაკრებმა ერთბურთიანი სხვაობით 30-29 დაამარცხა და მე-7 ადგილზე გავიდნენ ამერიკელები. მე-5 ადგილისათვის მატჩში კანადელებმა დიდი ანგარიშით მოუგეს რუსეთის ნაკრებს 49-24, ხოლო სულ ახლახანს 20 წუთის წინ დამთავრდა საქართველოსა და ურუგვაის ნაკრების გუნდების შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისათვის. ქართველებმა ურუგვაის ნაკრები 20-15 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. იაპონიის ნაკრები გუნდები ავჭალის სპეციალიზებული სარაგბო სტადიონის სამოელთა შესრულებით ნახოთ ჰაკა. მათი ტრადიციული მისავლა. სამოას ნაკრების ამ საბრძოლო ჟიმს გაუძლევლად ადევნებდნენ თვალს იაპონელები. ნახოთ რა მოხდება მწვანე მინდორზე, მე კი შემადგენლობას წარმოგიდგენს. სკელტონი, 5 ტალანგა ალოფიპო, 6 ჯორდან ტაუფა, ფუნგა. ასეთი გახლავთ თავდასხმა სამოელთა გუნდისა ნახევარდაცვაში მეწყენობით პოლ ტუია, 10 პატრიკ ფალე კაპიტანი გუნდის. ხაზში 11 უტუპოლიკო, 12 რობერტ ლილო. მოგეხსენებათ შარშან სწორედ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაქვეითებული გუნდია ალაფაზე და მისი შელახული ავტორიტეტი სწორედ თბილისში უნდა დაიბრუნოს. სამოას ნაკრებმა პირველი შეტევა იაპონელთა 14 ნომრისა და პირველი ლელო ფინალურ შეხვედრაში. მასაკაცუ ჰიკოსაკა გაექცა თავის მეურვეს მარჯვენა ფრთიდან. საკმაოდ კარგი სოლო რეიდი იყო, შემდეგ იგი დაძღვევაზე გადმოსულმა მცველმაც ვერაფერი მოუხერხა ფეხმართ იაპონელსა და მიიღეს პირველი ლელო სამოელებმა თავიანთ ჩათვლის მოედანში. გამეორებაზე თუ გიჩვენებენ, აი კარგად ჩანს, ძალიან მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სამოელთა მე-11 ნომერმა უტუპოლიკომ, იქ უბრალოდ მიატოვა, შემდეგ იძულებული გახდა სხვანაირად შეებოჭა, სხვაგვარად, ანუ ზემოდან შეებოჭა იაპონელი მორაგბე, რაც არ გამოვიდა კიდევაც, არ დაუკარგოთ, რა თქმა უნდა, იაპონელთა მე-14 ნომერს, მასაკუცა ჰისოკასას ძალისხმევა, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. ჩინებულად სწავლობენ, აანალიზებენ ყველა შეხვედრას, ყველა გუნდის მონაცემებს. სამოელთა თამაში ეთყობა კიდევაც, არაფერს არ უთმობენ ჯერჯერობით იაპონელები, უფრო დალაგებენ. აი კიდევ ერთი შეტევა იაპონიის ნაკრებისა და კიდევ ერთი ლელო. მათი მეორე ნომერი ეს იყო ვაიუმანუ. მაპატიეთ, ეს იყო ნივაი იაპონელთა მეორე ნომერი, იგია თქვენს ეკრანზე და ნახოთ გალმეორებით, აი როგორ შეძლეს იაპონელებმა აი მოწყდა მეორე ნომერი, თითონვე 2 იქ სამოელი ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ ის ოდნავი ხრელი პატარა დერეფანით საკმარისი იყო ამ მომცროტანის, მაგრამ საოცრად სწრაფი მორაგბისათვის, რომ იგი შემძვრალიყო და დაედო ბურთი. ძალიან კარგი ლელო, კარგად გამოჩნდა სამოელთა მესამე ხაზის უმოქმედობა, ასევე მათი მე-9 ნომრის უმოქმედობა ვერ ითამაშეს. იაპონელებმა კანადა, ზიმბაბვე და საქართველო დაამარცხეს ბონუს ქულებით და ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს. აი ახლა სწრაფი შეტევა სამოელებისა, მათი მე-12 ნომერი დადო ბურთი რაკია.
სამოელები აკონტროლებენ ძალიან კარგად ბურთს, მიიწევენ, წაიწიეს რამოდენიმე მეტრის წინ. მაგრამ გულდაგულიცავენ იაპონელები თავს და წინ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ 5 მეტრიან ხაზთან თამაშობენ ისინი, მაგრამ მაინც მოახერხათ კარგვია იაპონელთა დაცვა. ეს იყო ჯონადან ტაუფა, მეექვსე ნომერი სამოელთა და ანგარისში სხვაობა შეამცირა. ყოველ შემთხვევაში ის მოწყენილი 0, რომელიც იყო აქ ჩვენი სტადიონის ტაბლოზე ნახოთ შეიცვლება 5-ით თუ 7-ით. კარგად გამოჩნდა რომ სამოა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს არანაირად ძალიან კარგად თამაშობენ. ეფექტურად აკრობატულ ნახტომში ძალიან მოძრავი მესამე ხაზელი ყავთ, აი გამოჩნდა კიდევაც, ადგილზე დატოვა სრულ მოძრაობით იაპონელთა მსველი. რა შეიძლება ითქვას? ამ შემთხვევაში სამოელებს გაუმართლათ ის თავიდან, რომ ძალიან კარგად წამოიღეს შეტევა. ლელო უნდა დადებულიყო, იმიტომ რომ ბურთი არ გადასულიყო. იერიშს კარგად ჩანს, რამოდენიმე იაპონელია საჭირო იმისათვის, რომ ერთი სამოელი შემოჭრა. წინვალე ფორმაში არიან და აქ უკვე აი ხაზზე ჩამოათამაშეს, მათი მე-12 ნომერია შეტევაში. დარჩა ხედავთ სრულ მოძრაობით, კარგად აუარა გვერდი იაპონელთა მე-11 ნომერს ჰანოს და შეიტანა ბურთი იაპონელთა ჩათვლით. მანეს აკრობატულ ნახტომში რობერტ ლილო მაიავა მე-12 ნომერის სამოას ნაკრებისა და ასე ვთქვათ, იმ 25 წუთის მანძილზე შექმნილი მითი იაპონელთა უძლეველობისა 5 წუთში სამოელებმა რა თქმა უნდა დაამსხვრიეს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია, ნახეთ. ამაზად ეფექტურად ეს უყვარს მაყურებელს, იციან ეს. ამჯერად მოდი არ შეცვლიან არაფერს. დიახ, ზუსტად ასე. მოიგეს დერეფანი და შეუტია მართლა. ნაკლული დერეფანი დააყენეს. შერკინების მორაგბეები ხაზში იდგნენ, შედეგად კი მიიღეს ის, რომ 64-ედელებზე მივიდნენ შერკინების მორაგბეები და დიდი უპირატესობაც კი მოიპოვეს. აი ამჯერად ფეხით და კიდევ ერთი ლელო იქნება. კი. კიდევ ერთი ლელო, ამჯერად მარჯვენა ფრთიდან ნახტომში. ისევ და ისევ. აპლოდისმენტები ტრიბუნიდან, ტაში შეძახილები, ლამაზი სანახაობა, ჩინებული ფინალი გამოვიდა. ნახოთ განმეორებით ყოველივე ეს. სწრაფად ჩაათამაშეს ხაზზე, ნახეთ 10 ნომერმა აკარგად შეუგორა იქ თავის ფრთის მოთამაშეს და ფავაემ და ვისთვის ვაემ. ფინალური მატჩისა სამოა იაპონია 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფი 2011 მიიწევენ წინ, წაიწიეს რამოდენიმე მეტრი, თუმცა გამოიტანეს შემდეგ ბურთი, ხაზზე გაათამაშეს და წინვალე დაცვა. მაგრამ მაინც მოახერხა პასი. დარჩა ფეხზე დარჩა, შეძლო ფეხზე გაჩერება. სწრაფი შეტევა სამოას ნაკრებისა. და ლელო. ეს ლელოა უკვე. ხო წარმოგიდგენია, მსგავსი ბოჭვის შემდეგ ორმა იაპონელმა ძალიან ძლიერად შებოჭეს სამოელი მორაგბე, თუმცა ვერ შეძლეს მისი წაქცევა. ხელები გაინთავისუფლა სამოელმა მორაგბემ, ხელით გადაწვა ძალიან კარგი პასი და მერეც სრულ მოძრაობით ძალიან კარგად ჩამოიტოვა მათმა მე-14 ნომერმა იკო საკამ იაპონელი მსველი და ლელოც გაიტანა. აი გამეორებაზე კარგად ჩანს, აი მევადეულოთ ახლა თვალი ჩინებული პასი მე-12 ნომერმა მაინც თითქმის შეუძლებელი შეძლო ორი იაპონელს შორის იყო მომწყდეული, მაინც მისცა პასი. ეს იყო ვილიამო ალაუნი მე-14 ნომერი, აი ნახეთ იაპონიის ნაკრებისა, ის არის ბოლო ფაზაში. უტევს, შედის იაპონელთა ჩათვლის მოედანზე და ბურთს დებს. პირით ხას კარგი პლასტარმი ექნებათ. პირველი დავალება შეასრულეს. ახლა ძალ მიეძალა იაპონიის ნაკრები. სონონაკა იყო ბურთით. კიდევ ერთი შეტევა მარცხნიდან ცდილობს უპირატესობის მოპოვებას იაპონია. ლამის ხაზამდე მიიყვანეს. იქ რა თქმა უნდა ბურთი არ ჩანს. არა, იაპონელები აკონტროლებენ ბურთს. მიიწევენ რამოდენიმე მეტი და ლელო. საჯმა ხელიზე აღმართა ეს ლელოა. კოლექტიური ლელო. ნუ ვიმარჩიელებ, თუმცა სხვა რაკურსითაც ნახავთ, ვინ შეიტანა ბურთი ახლა სამოელთა ჩათვლის მოედანზე, მაგრამ ამას არა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგანაც
ანგარიშში სხვაობა შემცირდა. ძალიან კარგად ითამაშეს იაპონელებმა, ნამდვილად ღირსი იყვნენ იმისა, რომ ლელო გაეტანათ. აი გამეორებაზე კარგად ჩანს. მოიგეს აუტი ძალიან კარგად აბა ნახოთ განმეორებით. რაკიდან შეუტიეს და ენოკიმ ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი ენოკის ანგარიშია ეს ლელო. ენოკის მაო ენოკიმ გაიტანა. ისევ ნაკამურა დაარტყავს რეალიზაციას. უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად კიდევ ერთხელ თავაზობენ ამ ლელოს, სხვადასხვა რაკურსით, როგორც გითხარით, დღეს 11 კამერა მუშაობს ავჭალის სტადიონზე. ერთ მუშტად შეიკვნენ იაპონელი მორაგბეები, დაეხმარნენ ძალიან. ვერ გათვალეს ზუსტად და შედეგაც მიიღეს ის, რომ შერკინება სამოელთა შერკინება მათ მოედანს. უტევს სამოას ნაკრები. სახიფათოა ეს შეტევა. ძალზე სახიფათო შეიძლება თამაშის ბედიც კი გადაწყდეს. დიახ. პიტერ შუსტერმა შეიტანა ლელო იაპონელთა ჩათვლის მოედანზე. და რა ხდება იქ? აბსოლუტურად არაფერი. ლელო ჩაითვალა და ლელო ჩაითვალა, დაარტყავს გარდასახვას სამოას ნაკრები, იგი ანგარიშში დაწინაურდა და თქვენს ეკრანზე მე-15 ნომრით პიტერ შუსტერი, რომელმაც ალბათ გადამწყვეტი ლელო გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ ნუ გაუსწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ ჯერ რეალიზაციას. განმეორებით ნახოთ ახლა აი ეს ელვისებური შეტევა მარჯვენა ფრთიდან და სამოელთა მცველი მთელი სიჩქარით მიიწევს წინ და ზუსტად იქ სადაც ალამია ახერხებს შევიდეს იაპონიის ჩათვლის მოედანზე და დადოს ბურთი. აი ამ რაკურსისად კარგად ვნახავთ ახლა. დიახ, იძლევა ამას ის ტექნიკა, რომელიც აქვს ჩვენს ტელევიზიას ჩვენ დასასახარულოდ. სხვადასხვა რაკურსით მიჩვენოს ჩვენმა რეჟისორმა ყოველივე ის ცენტრში. ესენი ბურთს რა თქმა უნდა არ დათმობენ. ისე ჯიქურ ეძალებიან თითქოს ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ამ ბურთი წინ დაუვარდა ახლა სამოელს. არა, არ დასრულდა თამაში. არ. ასე იგი საჯმა და მისცა სასტვენი ნიშნად იმისა, რომ 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფი 2011 თბილისში დამთავრდა ფინალური შეხვედრა სამოასა და იაპონიის ნაკრებ გუნდებს შორის. დამთავრდა იგი სამოას ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 31-24. ჩინებული შესანიშნავი ფინალი, ფეხსი ამდგარი მაყურებელი ტრიბუნებიდან ტაშს უკრავს როგორც გამარჯვებულს, ასევე დამარცხებულ გუნდს, რადგანაც ფინალში ტოლსწორად ერთმანეთის ის მეტოქეები იდგნენ, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ აი ამ ტაშს. გამარჯვებული სამოაზე იმობს, დამარცხებული იაპონელები დგანან, მაგრამ ვერ დავარქვევთ იმას, რომ ახლა იაპონელები დამარცხდნენ. მათ უბრალოდ თამაში წააგეს მატჩის ბოლო წუთზე, რადგანაც ჩვენ საშუალება მოგცეს გვენახა ჩინებული ფინალი, შესანიშნავი რაგბი ამ ორი ძალიან კარგი გუნდის შესრულებით. იმთავითვე გამოიკვეთა ამ გუნდების უპირატესობა ჯერ კიდევ ჯგუფურ ტურნირებში, ისინი ფინალამდე ღირსეულად მივიდნენ და ასევე ღირსეულად ითამაშეს ფინალი. ახლა მოეწყობა იქ პოდიუმი მოედნის ცენტრში და გამარჯვებული გუნდების და ყველა მონაწილის თან დასწრებით გადაეცემა მსოფლიო ალაფი სამოას გუნდს სპეციალიზებული თასი ოქროს მედლებთან ერთად. იაპონელები ვერცხლის მედლებს მიიღებენ, ბრინჯაოსას კი საქართველოს ნაკრები, რომელმაც დღეს ასევე უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში შესანიშნავ თამაშში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ნაკრებს მოუგო 20-15. ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი თქვენ ნახეთ და ეს ყველაფერი იცით. ასე რომ ვემზადებით დაჯილდოების ცერემონიალისათვის. სამოელები მღერიან თავის სიმღერას. იაპონელები კი დგანან წრეში და საუბრობენ.
მოდი არ დავუკარგოთ იაპონელებს. არამც და არამც. არამც და არამც. ითამაშეს იაპონელებს.